მუნიციპალური ტრანსპორტის განრიგში სააღდგომო ცვლილებებია. 1 და 2 მაისს დილის 8 საათიდან საღამოს 8 საათამდე მუნიციპალური ავტობუსები თბილისის სასაფლაოების მიმართულებით უფასოდ იმოძრავებენ. დაწესდა სპეციალური მარშრუტები სასაფლაოების მიმართულებით. საბურთალოს სასაფლაოს მიმართულებით ტრანსპორტი იმოძრავებს მეტრო დელისიდან საბურთალოს სასაფლაოს მიმართულებით. რაც შეეხება ვაშლუჯის დასახლებაში და მუხათგვერდის სასაფლაოს მიმართულებით, მუნიციპალური ტრანსპორტი იმოძრავებს მეტროს სადგური დიდუბის ზედა გასასვლელიდან. ცვლილებებია მეტროს მუშაობის განრიგში. კერძოდ, მიმდინარე წლის 30 აპრილს 24 საათიდან 1 მაისის დილის 4 საათამდე გახანგრძლივდება მეტროს მუშაობა. ამ დროის განმავლობაში აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით მეტრო უფასოდ იმუშავებს. მიმდინარე წლის 30 აპრილს 24 საათიდან 1 მაისის დილის 4 საათამდე გახანგრძლივდება მეტროს მუშაობა. ამასთან ერთად 23 საათიდან გახანგრძლივებულ დროის პერიოდში მომსახურება განხორციელდება უფასოდ. აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით ცვლილებები საქართველოს რკინიგზაშიც მოქმედებს. გაზრდილი მგზავრთნაკადის დაკმაყოფილების მიზნით საქართველოს რკინიგზამ დამატებითი მატარებელი ზუგდიდი თბილისის მიმართულებით დანიშნა. აღდგომის დღესასწაულებთან დაკავშირებით ტრადიციულად იზრდება მგზავრთნაკადი საქართველოს რკინიგზაზე. ბუნებრივია ჩვენ მოვემზადეთ ამ აღდგომისთვისაც საქართველოს რკინიგზა მუშაობის საგანგებო რეჟიმზე არის გადასული. ჩვენ დამატებით ჯერ სენაკის მიმართულებით, შემდეგ ზუგდიდზე დავნიშნეთ დამატებითი მატარებლები. ესეთი რაღაცა ხალხს ეხმარებიან, რა თქმა უნდა დადებითად შევაფასებთ ყველა შეღავაც, რასაც მისცემენ ხალხს. გაჭირებული ხალხი არცა და ეხლა დღესდღეობით უჭირს ხალხი და უნდა იყოს. არის ხალხი, რომელსაც ძალიან უჭირს უკიდურესად და შეღავათია ეს გარკვეული კატეგორიისთვის კი არა ყველასათვის. მისასალმებელია. 3 მაისიდან მუნიციპალური ტრანსპორტი დედაქალაქში ჩვეულ რეჟიმს დაუბრუნდება. ამ დროიდან დადგენილი განრიგით განაგრძობს მუშაობას საქართველოს რკინიგზა.